რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის მოულოდნელად შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო. ბორდმა განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით 15.5%-მდე შეამცირა, რაც განპირობებული იყო იანვრისთვის ინფლაციის დამაკმაყოფილებელი მაჩვენებლებით. ქვეყნის მთავარი ფინანსური ინსტიტუტის დირექტორთა საბჭოს წევრებს მიაჩნიათ, რომ დეფლაციის პროცესი ქვეყანაში უპრობლემოდ გრძელდება და ის მომავალ თვეებშიც გაგრძელდება. შესაბამისად არსებობს წინაპირობა, რათა მონეტარული პოლიტიკა კიდევ უფრო შესუსტდეს. აღსანიშნავია, რომ მსგავს ცვლილებას ანალიტიკოსები არ ელოდნენ და მიაჩნდათ, რომ საპროცენტო განაკვეთი 16%-ზე შენარჩუნდებოდა, რადგან იანვრის თვეში ინფლაციის მაჩვენებელი დროებით მკვეთრად გაიზარდა, თუმცა ცენტრალურ ბანკში ეს საგანგაშოდ არ აღიქვეს. ცნობისთვის მონეტარული პოლიტიკა რუსეთში ამდენად შემსუბუქებული 2024 წლის ზაფხულის შემდეგ აღარ ყოფილა. აქვე უნდა ითქვას, რომ რუსეთის ცენტრალური ბანკი უკვე ბოლო რამდენიმე თვე აქტიურად ამცირებს რეფინანსირების განაკვეთს. ქვეყნის მთავარ ფინანსურ ინსტიტუტში პროგნოზირებენ, რომ წლის ბოლომდე საპროცენტო განაკვეთს 13.5%-დან 14.5%-მდე შეამცირებენ, რადგან მათი გათვლებით წლიური ინფლაციის დონე 2025 წლის დეკემბერში დაფიქსირებულ 5.6%-იან ნიშნულს აღარ აცდება და წლის ბოლომდე 4.4%-დან 5.5%-მდე შუალედში ჩამოვა. რუსი ბიზნესმენი ალექსეი მილერი ქვეყნის წამყვანი ენერგეტიკული კომპანია გაზპრომის აღმასრულებელ დირექტორად კიდევ ერთხელ 5 წლის ვადით აირჩიეს. ის ამ თანამდებობაზე პირველად 2001 წელს ვლადიმერ პუტინის გაპრეზიდენტებიდან მალევე დაინიშნა. აღსანიშნავია, რომ მილერი სანქტ-პეტერბურგში პუტინის მერობის წლებში მომავალი პრეზიდენტის გუნდის წევრი იყო და ქალაქის გამოწვევების გადაჭრაში აქტიურად იღებდა მონაწილეობას. ის გაზპრომის ხელმძღვანელად სწორედ მას შემდეგ შეარჩია პუტინმა, რაც სახელმწიფომ კომპანია კერძო მფლობელისგან გამოისყიდა და ბუნებრივი აირის ინდუსტრიაზე სრული კონტროლის მონოპოლია მოიპოვა. ცნობისთვის წლების წინ მილერი გაზპრომის შეფასების ტრილიონამდე გაზრდასაც ვარაუდობდა, თუმცა დღესდღეობით მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 38.44 მილიარდამდეა შემცირებული. ანალიტიკოსების ნაწილი მოელოდა, რომ სწორედ ასეთი არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო პუტინს შესაძლოა სხვა კანდიდატურაზე შეერჩერებინა არჩევანი, თუმცა საბოლოოდ ენერგოგიგანტი კვლავ ახლო მოკავშირეს მიანდო. სავარაუდოა, რომ გაზპრომის შეფასების მკვეთრ ვარდნაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რუსეთ-უკრაინის ომმა, რომლის ფონზეც მთავარმა იმპორტიორმა მხარემ ევროპის კონტინენტმა თითქმის სრულად შეწყვიტა რუსული გაზის შესყიდვა. ამჟამად პარტნიორობა გრძელდება უნგრეთთან და სლოვაკეთთან, თუმცა მათ ამ კავშირების გაწყვეტა 2027 წლის მეორე ნახევრიდან მოუწევთ. ბოლო 4 წელიწადში გაზპრომის ბუნებრივი აირის მიმართულების კაპიტალიზაცია ამდენად შემცირდა, რომ მასზე უკეთესი საბაზრო შეფასება ნავთობზე ორიენტირებულ მისავე შვილობილს გაზპრომ ნეფტს აქვს. სავარაუდოა, რომ მილერის მმართველობის 5 წლის განხანგრძლივება არავითარ რეალურ ცვლილებას არ მოიტანს, რადგან ის მთლიანად პუტინის მოთხოვნებს ემორჩილება და მისი სახელმწიფო კომპანიის წარმატებაც სწორედ კრემლის წარმატებაზეა დამოკიდებული. ჩინეთის ხელისუფლებამ აფრიკის 53 სახელმწიფოს ტარიფები სრულად მოუხსნა. ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც ამ სიაში არ შევიდა, ეს სამხრეთ აფრიკული პატარა ქვეყანა ესვატინია, რომელსაც ტაივანთან ახლო ეკონომიკური კავშირები აქვს და ამ პარტნიორობის შეწყვეტაზე უარს აცხადებს. როგორც ირკვევა, დანარჩენი 53 სახელმწიფოს ნაწარმს იმპორტზე დაწესებული დამატებითი გადასახადი სრულად მოეხსნება. აღსანიშნავია, რომ აქამდე მსგავსი საშეღავათო პოლიტიკა მინიმალური ტარიფებით 23 აფრიკულ ქვეყანაზე მოქმედებდა. ცნობისათვის აფრიკის კონტინენტის სახელმწიფოებსა და ჩინეთს შორის ვაჭრობის მოცულობამ 2025 წლის 8 თვეში 222.05 მილიარდს მიაღწია, რაც 2024 წლის მაჩვენებელთან შედარებით 15.4%-იანი ზრდა აჩენს, მოლოდინს, რომ ვაჭრობის მასშტაბი მომავალ წლებში კიდევ უფრო გაიზრდება. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ აქტიური პარტნიორობის მიუხედავად ორ მხარეს შორის სავაჭრო დისბალანსი მაინც შეინიშნება. კერძოდ აფრიკული ქვეყნები ჯამურად 59.5 მილიარდით მეტ პროდუქტს ყიდულობენ ჩინეთიდან, ვიდრე ექსპორტზე გააქვთ. სავარაუდოა, რომ ტარიფების მოხსნის ფონზე 53 სახელმწიფო ვაჭრობის დაბალანსებას ეცდება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ტარიფების 0%-მდე ჩამოწევითა და სრული გაუქმებით ჩინეთი უარს ამბობს ბიუჯეტში დამატებით 1.4 მილიარდის მოზიდვაზე, თუმცა სანაცვლოდ ელის, რომ მისი ეკონომიკური დიპლომატიის პოლიტიკა კონტინენტზე კიდევ უფრო ეფექტური გახდება. ცნობისთვის ჩინეთი აფრიკულ სახელმწიფოებთან ძირითადად ნავთობით, ასევე კრიტიკული მინერალებითა და ძვირფასი ქვებით ვაჭრობს. ხოლო 2025 წლის პირველ 6 თვეში ქვეყანამ კონტინენტური ქვეყნებისგან 81.25 მილიარდი დოლარის პროდუქცია შეისყიდა. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის საბიუჯეტო ოფისმა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში შექმნილი ანალიტიკური ორგანიზაციაა, გაავრცელა პროგნოზი, რომ მომდევნო 10 წლებში ამერიკის ეროვნული ვალის მოცულობა 64 ტრილიონამდე გაიზრდება. შედარებისთვის ის ახლა 38 ტრილიონიან ნიშნულზეა. როგორც დამოუკიდებელ კვლევით ცენტრში აცხადებენ, ზრდაზე განსაკუთრებულ გავლენას რესპუბლიკური პარტიის საგადასახადო პოლიტიკა და ფედერალური საბიუჯეტო ხარჯების ზრდა იქნება. საბიუჯეტო ოფისის შეფასებით 2026 წელს წლიური საბიუჯეტო დეფიციტი 1
3,9 ტრილიონზეა, ის 2036 წლისთვის 3,1 ტრილიონამდეა, სწორედ დასახელებული ფაქტორების გამო გაიზრდება. ანალიტიკურ ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ თუ არსებული პოლიტიკა არ შეიცვალა, ტრამპის საერთაშორისო ტარიფებიდან მოსალოდნელ 3 ტრილიონიან შემოსავლებს სრულად გაანეიტრალებს ის საგადასახადო და ხარჯვითი პაკეტები, რომლებიც პრეზიდენტმა გასული წლის ზაფხულში დაანონსა. კონგრესის საბიუჯეტო ოფისის ექსპერტები შიშობენ, რომ თუ ხელისუფლება არსებულ მიდგომებს არ შეცვლის, ფედერალური ვალის მოცულობა მშპ-ს ამჟამინდელი 101%-იანი ნიშნულიდან 120%-ამდე გაიზრდება და მკვეთრად გადააჭარბებს 1946 წელს დაფიქსირებულ რეკორდს 106%-ს. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ტრამპის მიერ ივლისის თვეში ხელმოწერილი საბიუჯეტო ინიციატივა მოკლევადიანად გააუმჯობესებს ეკონომიკურ მაჩვენებლებს, თუმცა გრძელვადიანად კიდევ უფრო დიდ ტვირთად დააწვება ქვეყანას. ევროკავშირში შეუზღუდავი დაუსრულებელი სქროლ, ანუ ეგრეთ წოდებული რილსების ულიმიტო თვალიერება შეიზღუდება. ევროპულმა კომისიამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო და პირველი ტექნოლოგიური კომპანია, რომელსაც ამ მხრივ შესაბამისი ზომების გატარება მოსთხოვა, ჩინური TikTok-ის შემქმნელი ByteDance-ია. როგორც ირკვევა, ციფრული გართობის პოპულარულ პლატფორმაზე უნდა დაწესდეს ეკრანის გამოყენების დროის ლიმიტი, რათა გარკვეული პერიოდის შემდეგ პროგრამა მომხმარებელს აღარ მისცეს ახალი რილსების ყურების საშუალება და აიძულოს დროებით შეწყვიტოს მისი გამოყენება. ევროკავშირმა ეს გადაწყვეტილება ციფრული მომსახურების აქტის ფარგლებში მიიღო და მის აღსასრულებლად ByteDance რამდენიმე კვირა მიეცა. თუ ჩინური ტექ გიგანტი საჭირო ზომებს არ გადადგამს და TikTok-ში ახალ დიზაინს არ ჩააშენებს, ის დაჯარიმდება და პირველ ჯერზე წლიური შემოსავლების 6%-ის გადახდა მოუწევს. ევროპულ კომისიაში აცხადებენ, რომ ეს იქნება პირველი, თუმცა არა უკანასკნელი შემთხვევა, როცა ევროკავშირი ციფრული მომსახურების აქტის ფარგლებში კომპანიებს მსგავსი ზომების შემოღებას დაავალდებულებს. არსებული ინფორმაციით დაწყებულია მოლაპარაკებები მარკ ცუკერბერგის ტექ გიგანტ მეტასთან, რომლის საკუთრებაშიცაა სოციალური მედიის პლატფორმები Facebook და Instagram-ი. ასევე Google-თან, რომელიც YouTube-ს ფლობს ეგრეთ წოდებული დაუსრულებელი სქროლვის შეზღუდვის მიზეზებზე საუბრისას, ევროკავშირის ტექნოლოგიური კომისარი ჰენა ვირკუნენი აცხადებს, რომ თანამედროვე ევროპაში მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს როგორც ჩინური, ისე ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების მიერ მომხმარებლების მონაცემების მოპოვება და დამუშავება, რადგან ეს მათ ევროკავშირის მოქალაქეების ერთგვარი ციფრული პროფილის შექმნაში, მათი ქცევების განსაზღვრასა და შემდგომი გადაწყვეტილებების მიღებისას მათზე ზეგავლენის მოხდენაში ეხმარება. ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე წამყვანი ტექნოლოგიური სტარტაპის Anthropic-ის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე და Microsoft-ის ყოფილი ფინანსური დირექტორი კრის ლიდელი შეუერთდა. ამ გადაწყვეტილებით Anthropic-ის აღმასრულებელ დირექტორ დარიო ამოდეის სურს მნიშვნელოვნად შეცვალოს პრეზიდენტის გუნდის დამოკიდებულება მისი სტარტაპის მიმართ და უზრუნველყოს პოზიციების დაახლოება. ცნობისათვის გასულ წელს სტარტაპი ტრამპის ადმინისტრაციის არაერთმა წევრმა გააკრიტიკა, მათ შორის ამერიკის კრიპტოინდუსტრიის მიმართულების ხელმძღვანელმა დეივიდ საქსმა, რომელიც მემარცხენე რადიკალების მხარდამჭერ AI წამოწყებად გამოაცხადა. სტარტაპში მოელიან, რომ ლიდერი როგორც კორპორაციულ, ისე საჯარო გამოცდილებას კომპანიის განვითარებას მოახმარს. ერთი მხრივ მისცემს მათ სწორჩევებს თანამედროვე და ცვალებად სამყაროში AI სექტორის კომერციალიზაციასთან, ასევე ხარჯების მართვასთან დაკავშირებით. მეორე მხრივ კი დაეხმარება სტარტაპს პრეზიდენტის ადმინისტრაციის კეთილგანწყობის მოპოვებაში და მათი AI სერვისების საჯარო სექტორში ინტეგრირების დაჩქარებაში. როგორც ცნობილია, ამჯერად Anthropic-ის სამომხმარებლო ბაზის 80% სწორედ კორპორაციებზე მოდის, საჯარო უწყებებში კი მათი ჩატბოტი და AI აგენტები ნაკლებადაა ინტეგრირებული. გარდა ტრამპის მოკავშირის დანიშვნისა, Anthropic-მა დაანონსა, რომ $20 მილიონ გამოყოფს იმ პოლიტიკოსების მხარდაჭერისთვის, რომლებიც მომავალ ადგილობრივ არჩევნებში AI რეგულაციებს დაუჭერენ მხარს. მათ შორის კი განსაკუთრებული აქცენტი სწორედ პრეზიდენტ ტრამპის პარტიის რესპუბლიკელების კანდიდატებზე შეჩერდება.